მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ ახალ ტრენდს, რაც არის Telegram-ის სტიკერები და Telegram-ის გიფტები. ანუ Telegram-ის სტიკერები და გიფტები არის NFT-ს მსგავსი. ანუ Telegram-მა გამოუშვა მისი პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა სახის სტიკერები იყიდოთ. ამ სტიკერებს აქვს კოლაბორაცია სხვადასხვა დიდ პროექტებთან, რომელიც ეხება NFT პროექტებს, მაგალითად Ethereum-ის, Solana-ს პროექტებს. მაგალითად ავიღოთ Pudgy Penguins-ი, ანუ Pudgy Penguins-თან ჰქონდა კოლაბორაცია და გამოვიდა ამის მსგავსი სტიკერები რა. ამ სტიკერების ყიდვა შეგიძლიათ თქვენ მარკეტ, ანუ დამინთვა, არის ასეთი ბოტი, როგორც ხედავთ, ეს არის Sticker Pack-ის ბოტი. Sticker Pack-ის ბოტზე გადადიხართ, ანუ ეს არის მარკეტი, სადაც თავიდან იყიდება ეს სტიკერები და შემდეგ ეს სტიკერები შეგიძლიათ გადაყიდოთ სხვა მარკეტზე, რომელსაც ქვია Phalas NFT ბოტი. ანუ Phalas-ის მარკეტი. და მოკლედ მინთავთ სტიკერს, მაგალითად $40-50. შემდეგ, ანუ რადგანაც მოთხოვნადი არის ეს პროექტი, მოთხოვნა მიწოდებიდან გამომდინარე, მიწოდება არის შეზღუდული, ანუ სულ გამოდის სადღაც 3000, 3333 ცალი და ასე შემდეგ და მოთხოვნა არის მაღალი, რადგანაც თვითონ პროექტი არის მოხოდილი და ანუ Ethereum-ზე სახელი აქვს რა. შესაბამისად, ფასი იწევს ზევით, ანუ $40 როცა დამინთავ, შეგიძლიათ უკვე $300-400 გაყიდოთ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, მაგალითად გამოვიდა რამდენიმე დღის წინ, ანუ 13 რიცხვში, აგერ როგორც ხედავთ, 13 რიცხვში გამოვიდა Azuki-ის Sticker Pack-ის კოლექცია, სულ იყო 3333 და როგორც ხედავთ 112362 ადამიანმა 112362 ადამიანი ცდილობდა რომ ეყიდა ეს Sticker Pack-ი. 3333 ცალი არის სულ რაოდენობა, ამიტომ შეზღუდული რაოდენობა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რომ ამის ყიდვა შეძლოთ. ამის ყიდვის ორი ვარიანტი არის, ეს პირველი არის Telegram-ის ვარსკვლავებით, ეს არის Telegram-ის ვარსკვლავები. Telegram-ის ვარსკვლავების ყიდვა შეგიძლია marketplace-ზე, ანუ Fragment-ის marketplace-ზე გადმოდიხართ აქ და როგორც ხედავთ 5000 ვარსკვლავი იღებს 25 ტონი, რაც არის მიახლოებით $75. და მეორე ვარიანტი არის ამ სტიკერების ყიდვა პირდაპირ ტონის საშუალებით. ანუ ტონს მოათავსეთ OKX-ის საფულეზე დაგჭირდებათ ამისათვის, ტონს მოათავსეთ თქვენს OKX საფულეზე და შემდეგ პირდაპირ სტიკერის ყიდვა, როდესაც მინთის პროცესი არის, შეგიძლიათ ამ ტონით. ნახეთ ეს Azuki-ის ანუ პროფიტი რო გაჩვენოთ, Azuki ღირდა $50 მიახლოებით რო დაგემინთათ, ანუ ეგ რამდენი ტონია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ $50 ტონებში რო გადავიყო, ანუ თვითონ თანხა რა. შემდეგ Phalas-ის NFT-ზე რო ვნახოთ, თვითონ Azuki-ის კოლექცია არის აგერ აქ, Stickers Collection-ში შედიხართ და ახლა არის 95 ტონი, ანუ თვითონ ფასი რა. 95 ტონი არის მიახლოებით, როგორც ხედავთ, 5825 ტონი, ეგ არის მიახლოებით 100, ხო? $300 არის მიახლოებით. ანუ $300 თუ არის ახლა გადაყიდვის ფასი და ღირდა $50, შესაბამისად 6x არის მოგება, ანუ $50-ით ერთი Sticker Pack-ი მაინც რო გაყიდათ, ახლა გააკეთებდით $250 სუფთა მოგებას. ეგ არის ერთი Azuki-ის კოლექცია, Pudgy Penguins-ების კოლექცია გამოვიდა, NASCAR-თან ჰქონდა პარტნერშიპი, ამანაც ძალიან კარგად დაწერა პროფიტები. მანამდე გამოვიდა Baby Shark-ი, ანუ Baby Shark-ი თუ იცით YouTube-ზე არის ბავშვების ვიდეო. ძალიან პოპულარული თვითონ ვიდეოა და შესაბამისად Sticker Pack-ი გამოუშვა და ანუ დაესია მასაც ხალხი და ესეც მაღალ ფასზე ავიდა, ნახოთ აბა რაღაც Baby Shark-ი. ვიცოდეთ. ეს არის Phalas-ის NFT, აქ შეგიძლიათ ნახოთ უკვე, ანუ secondary market-ზე რა ღირს ეს უწოდოთ NFT რა, ანუ რეალურად NFT არ არის, მაგრამ უწოდოთ NFT. NFT სტიკერები Phalas-ზე შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ფასში იყიდება ახლა რა, ანუ secondary market-ზე. გადავდივართ market-ზე, გადავდივართ Baby Shark-ი სად არის? Pudgy არის დოიცოვი board sticker Lily Pudgy. უი არ ყოფილა Baby Shark-ი. კარგი, Pudgy და NASCAR-ის პარტნერშიპობაში ნახოთ, როგორც ხედავთ 131 ტონი იღებს. 131 ტონი არის მიახლოებით $500-მდე რა, ანუ ესეც მას ეყიდა $50-60 იყიდა ეს. ანუ $50-ით იყიდით, გააკეთებდით $450 სუფთა მოგებას, ერთი ცალი მაინც რო გეყიდეთ. ამის ყიდვის ორი ვარიანტი არის, როგორც გითხარით, ეს არის ვარსკვლავებით და ტონით. მე გირჩევთ, რომ ტონით იყიდოთ, რადგანაც ვარსკვლავებზე არის შეზღუდვა, რომ ვარსკვლავებით თუ იყიდით Sticker Pack-ს, მაშინ 21 დღის განმავლობაში მისი გაყიდვა არ შეგიძლიათ. ხოლო ტონით თუ იყიდით Sticker Pack, შეგიძლიათ იმ დღესვე გაყიდოთ. და ანუ დააპროფიტოთ ეგრევე რა, შემდეგ 21 დღეში, ანუ არ იცით თქვენ ფასი აიწევს, დაიწევს რა მოხდება და ეგრევე რო გაყიდოთ, უკეთესია რა.
ან ცოტა დაელოდოთ, ცოტა ფასი მოიმატეს და შემდეგ გაყიდოს, რადგანაც თავიდან ანუ ბევრი ასუხარებს ერთდროულად და ცოტა ვერ ასწრებს ფასი, ანუ ზემოთ ასვლას რა. და მეორე არის Telegram-ის გიფტები. Telegram-ის გიფტები ცალკე marketplace-ი არის, რომელსაც ქვია პორტალი, ანუ აგერ ეს არის ლინკი Telegram-ი დახრილი ხაზი პორტალს. გადადიხართ აქ Open Telegram desktop-ზე აწვევით. ჩამოვდიხართ და აგერ არის თვითონ გიფტების კოლექცია რა. აქ შეგიძლიათ დააკონექტოთ wallet-ი, ტონი და გერიცხება თუ გაყიდით და ამიტომ შემდეგ Binance-ზე გადაცრით დოლარში და დოლარს გააკეთებთ საქართველოს ბანკზე. როგორც ხედავთ არის სხვადასხვა გიფტები, ანუ გიფტებზე უფრო ძნელია გარკვევა რა აწავა და რა არ წავა, მაგრამ ანუ აქ რაცაა secondary market-ზე, ახლა რეალური თავიდან დამითვის ფასი უფრო ნაკლები იქნებოდა ვიდრე აქ secondary market-ზე, ანუ კარგი კოლექცია თუ არის. ამის გარჩევა უფრო რთული არის, სტიკერების გარჩევა უფრო მარტივი არის, რადგანაც სტიკერებზე, ანუ იცი რა, ანუ კარგი პროექტი თუ არის, იცი რომ კარგი პროექტია და კარგად დაწერს. მაგალითად, ამ წუთას, ანუ მომავალში გამოდის ორი კოლექცია, ეს არის Happy Seals-ის სტიკერები გამოდის, ანუ ეს არის მათი ოფიციალური Telegram-ი, შეგიძლიათ შეხვიდეთ, აკონტროლოთ და როცა დააპირებენ გამოსვლას დაწერენ რა. და მეორე არის Bored Ape Yacht Club. Bored Ape Yacht Club-ის კოლექცია გამოდის, ეს არის მათი Telegram-ი, როგორც ხედავთ, Telegram-ი შექმნეს და ანუ Bored Ape Yacht Club-ის სტიკერებიც გამოვა. Bored Ape Yacht Club-ი ან Happy Seals-ი, რომელიმე როცა გამოვა, ანუ ეგრევე დამინთოთ გირჩევთ $50-60 დაგიჯდება ტონზე, OKX wallet-ზე ტონი მოათავსოთ და იმ ტონით დამინთოთ და შემდეგ როცა დამინთავთ უკვე $500-600-ზე წესით ავა რა, ბაიცი, ჩემი აზრით $500-ზე მაინც ავა, ამიტომ $450 საშუალოდ მოგება დაგრჩებათ. ანუ წაგების შანსი ანუ არ გაქვთ საერთოდ, რადგანაც მინთავთ თქვენ კოლექციას და ან დამინთავთ, ან ვერ დამინთავთ რა, მაქსიმუმ აგებთ დახარჯულ დროს. და ოდნავ შეგიძლიათ წააგოთ ტონის, ანუ თვითონ ტონის კრიპტოვალუტის მოძრაობაზე რა, ანუ ფასი თუ აიწია და აიწია, ოდნავ ფასის ცვლილებიდან გამომდინარე შეგიძლიათ ცოტა წააგოთ დოლართან მიმართებაში თანხა. და აქ რისკი არის ძალიან დაბალი, ანუ ბაიტზე და საპისიზე რო შედიხართ, ძალიან დაბალი რისკია, ამიტომ გარისკვა ღირს. შემდეგ, ანუ აქ არის ორი ხერხი ამის აღების, ანუ თუ ვინმე დეველოპერი ხარ, შეგიძლიათ ამის ავტომატიზაცია, ავტომატიზაციის შეგიძლიათ გამოიყენოთ TypeScript-ი ან Python-ი გამოიყენოთ, სულ ერთია. და ანუ Telegram-ის ავტომატიზაცია უნდა გააკეთოთ უკვე, რომ თავისით, როდესაც აქ დაიდება ლინკი, ეგრევე გადავიდეს და თავისით ბოტმა იყიდოს. რომ ანუ ხელზე სწრაფი იყოს. მაგრამ ხელითაც შეგიძლიათ ყიდვა, პროსტა ანუ ხელით ახლა 10-20 წელს ვერ გამოიტანთ. 1-2 წელს თუ გამოიტანთ, კარგი იქნება, უკვე დააპროფიტებთ, ხოლო ბოტი თუ რაღაცა გაქვთ, უკვე შეგიძლიათ რა, $5-6,000 აკეთოთ, ანუ ერთ გამოტანაზე, თუ კარგი ბოტი გაქვთ, კარგად გააკეთეთ და ანუ შეძელით გამოტანა. არის ასევე კიდე ერთი Telegram ჯგუფი, ანუ ეს limited stickers ქვია, აგერ ეს არის, გადახვალთ აქ და აქ, როდესაც კოლექცია გამოვა უკვე დასამინთად სტიკერების, შეგიძლიათ ეგრევე იყიდოთ. მაგალითად აგერ არის collection link-ი, ანუ ეგრევე დაიდება ეს link-ი, ამ link-ზე გადადიხართ, დააწვევით, გადადიხართ, გაიხსნება ასეთი რაღაცა და აგერ არის, ანუ როგორც ხედავთ, 0 არის დარჩენილი 3333-დან და შეგიძლიათ მარტო secondary market-ზე, ანუ პორტალზე, ანუ Palis NFT-ზე იყიდოთ. და თვითონ როდესაც აქ შეხვალთ, ანუ დამითვის პროცესი როცა არის, აქ რაოდენობა იქნება ნაჩვენები, რამდენია დარჩენილი და აქ შეგიძლიათ ყიდვა როგორ. ანუ აქ დაეწერება ზემოთ Open Web, ანუ სტიკერს როცა დააწვევით, აგერ აქ დაეწერება Open Web, ამას დააწვევით და შემდეგ გადაგიყვანთ ცალკე ფრაგმენტის გავს ვებსაიტზე, სადაც დააკონექტეთ თქვენ OKX-ის wallet-ს ტონით და ტონით უკვე გადაიხდით ამ სტიკერის საწყის ფასს და შემდეგ ეს სტიკერი იქნება თქვენ Telegram-ის აკაუნტზე. მოკლედ სულ ეს არის, ანუ დასკვნა რო გავაკეთოთ, თანხა კეთდება სტიკერებზე და გიფტებზე, როგორ კეთდება თანხა? თანხა კეთდება იმით, რომ თვითონ სტიკერ პაკი უშვებს კოლექციას, ფიქსირებული ფასით იმას ყიდულობ და მოთხოვნიდან გამომდინარე ფასი იზრდება secondary market-ზე, შემდეგ გადავყიდით სხვა ყიდულობს და ამაზე ვაპროფიტებთ. ფული კეთდება სტიკერების კოლექციებზე და გიფტებზე. სტიკერების კოლექციისათვის თვითონ მარკეტი სადაც იყიდება, ეს არის სტიკერის ბოტი. სადაც იდება ეს ლინკი, როდესაც გამოვა პროექტი არის limited stickers-ი და მეორე secondary market-ი ეს არის Palas NFT. გიფტების შემთხვევაში გადადიხართ აგერ ამ Telegram-ზე gift news, აქ უკვე სხვადასხვა ნიუსები იდება გიფტების შესახებ. გიფტების ყიდვა შეგიძლიათ აქ ლინკებს ჩააგდებენ და იყიდით, რორამე ან თავის თქვენით გაარკვევთ, იმიტომ გიფტებზე არც ისევ ჩალიჩობ. და ანუ secondary market-ი გიფტების არის პორტალის მარკეტი და ლინკი არის აგერ ეს პორტალს.
მოკლედ სულ ეს იყო თანხა ძალიან კარგი კეთება, ამიტომ გირჩევთ რომ სანამ ტრენდში არის არ გამაზოთ.